შუადღე მშვიდობისა დღეს 2 ნოემბერია არჩევნები 2 დღის წინ დამთავრდა და ციებ-ცხელება ახლა დაიწყო ცესკოს წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია და ოპოზიციური პარტიები არ ეთანხმებიან ამ შედეგებს დაიდო ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშიც რომელიც ასევე საინტერესო დასკვნებს გვთავაზობს მიმდინარეობს საპროტესტო აქციები პარლამენტის წინ და ოპოზიცია ამბობს რომ შესაძლოა პარლამენტში არ შევიდეს არჩევნების ლეგიტიმაცია იქნება ჩვენი დღევანდელი ძირითადი თემა თუმცა ასევე კობაფარტანაძე შემოგვიერთდება და გავიგებთ რა ამბავი ხდება გარეთ დაგვიდგა ზამთარი თუ არა და გვექნება საინტერესო სიახლე ასევე ხელოვნების მიმართულებითაც მშვიდობისა მე ნინო გორდელაძე ვარ რეზი ჟორჟიკაშვილი არის ჩვენთან ერთად მოკლედ ვიდრე დედაქალაქში წყდება ქვეყნის ბედი ჩვენ აქ გამოვიკითხეთ მოქალაქეები რამდენად კმაყოფილები არიან ისინი არჩევნებით მე თბილისელი ვარ და ვერ ვიყავი იმიტომ რომ თბილისში უნდა ჩამოსულიყავ ვიყავ კი ვიყავი აუცილებლად კი რა თქმა უნდა კი ვიყავი დიახ შვიდობიანად მიდიოდა ყოველგვარი პრობლემის გარეშე მე არ მომეწონა რატო მე მგონი რაც ხარ გააკეთე ძალიან ცუდად დიდი გაყალბებები იყო ნორმალურად მე მგონი ძალიან ცუდად ვაფასებ კი რატო მე მგონი რომ იყო ძალიან სერიოზული დარღვევები ბევრი ხალხი ვერ მივიდა თუნდაც კოვიდის გამო იყო ადმინისტრაციული რესურსის მაქსიმალურად გამოყენება ზეწოლა და მომსხიბდა ამორჩევლების ყველა არჩევნებზე ყოფილა ასეთი მშვიდი არ ყოფილა არასდროს არანაირ უფრო შეიმჩნეოდა ხალხმრავლობა ადრინდელ არჩევნებზე მაგალითად რომელიმე პარტიის წარმომადგენელი კოორდინატორი რაც ქვია ახლა წელს მე ეს არ შემიმჩნევია მიუხედავად იმისა რომ ოჯახის წევრებმა ყველა სხვადასხვა უბანზე მოგვიწია მისვლა და აბსოლუტურად არანაირი ეს არ იყო ნორმალურად რა ვიცი ჩემთვის მისაღებია ეს შედეგი ფიზიკურად არჩევნები არ იყო ძალადობით ფულის გადახდით, დაშინებით, ასეთი მე ამდენი ხნის ქალი ვარ და მე არ მახსოვს პირველად ნახე ასეთი არჩევნები. მე არ ვფიქრობ, რომ გაყალბებულია ზედმეტად. არ ვიცი, მე სადაც მივეცი ხმა იყო მშვიდი სიტუაცია, აბსოლუტურად არც ხალხმრავლობა შემიმჩნევია, არც არანაირი ზეწოლა არ იყო. და იმასაც გეტყვით, რომ არც ერთ პარტიაში არ ვარ. გამოკვეთილად რომელიმე ძალიან მომწონდეს. ასე არ არის. ჩემი აზრით ნორმალურად იყო ყველაფერი ძალიან უხმაურად მშვენივრად მიმდინარეობდა. ჩვენს უბანზე მე სადაც ვიყავი, აი აბსოლუტურად ესეთი წესრიგიანი, ესეთი ჩუმი და მშვიდი არჩევნები მე არ ვიცი, ჯერ არ მენახია და ადამიანი ყოველთვის უკეთესზე ოცნებობს და იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება. მე არაფერში უკვე იმედი არ მაქვს. მოლოდინი ამ თავრობის გადაგდებას. ვერ გეტყვით ცოტა რთულია პროგნოზირება. ვერ გეტყვით. რთულია პროგნოზი გაკეთება. ალბათ კარგად მინდა რომ კარგად განვითარდე ნუ არ ვიცი ახლა ძირითადად აი ახლა უფრო ოპოზიციის გადასაწყვეტია და ჩვენ ხალხი ხავს დაუჭერთ ყველა ჩვენი თითოეული ხმისთვის. არაფერიც არ მოხდება, რა უნდა მოხდეს ახლა ყველა დაიცავს თავის ხმას. მე მაგალითად დავიცავ ჩემ ხმას ახლა სხვა თუ იცავს მეც დავიცავ, ხო? იურისტი ნიკოლოზ მეგრელიშვილი არის ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით, მადლობა რომ გვეწვიეთ. მართლაც რთულია პროგნოზი, თუმცა აი სულ თავიდან რომ დავიწყოთ. როგორ და რა შემთხვევაში უქმდება საქართველოში არჩევნების შედეგები, რას ამბობს მოქმედი კანონმდებლობა? მოგესალმებით, პირველ რიგში სულიად საქართველოს უსურვებ სტაბილურობას, პოლიტიკურ სტაბილურობას და ჯანმრთელობას. თქვენ კი ახალგაზრდას და სტუდიას მოვილოცავ. რაც შეეხება თქვენ კითხვას, ამ შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე რო ვისაუბროთ, უნებრივია ამ ეტაპისთვის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გარკვეულ შემთხვევაში დაითვალა ხმების სრული შემოცულობა და ის შედეგი, რა შედეგიც არის ამ შემთხვევაში
მხოლოდ და მხოლოდ გადახედვის შემთხვევაში შესაძლებელია ის ადმინისტრაციული საჩივრები, რომელიც შევა უნების მიხედვით სასამართლო ორგანოებში, აი მის მიხედვით შესაძლებელია გადაიხედოს შედეგი. სხვა შემთხვევაში სამართლებრივი თვალსაზრისით ამ შემთხვევაში ლეგიტიმაციას პრობლემა არ აქვს, იმიტომ რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ვსაუბრობთ, თორემ ასევე საკმაოდ ფორმალური თვალსაზრისით, რომელზეც შეგვიძლია ასევე ვისაუბროთ, თქვათ, მას შემდეგ, რაც უკვე პარლამენტი შეიკრიბება და ვნახავთ შემადგენლობას თუ ვინ იქნება პარლამენტში და რა მოცულობით ამ შემთხვევაში. კი, აი თუ კი ოპოზიცია როგორც ამბობს, არ შევა პარლამენტში ბოლო მომცემები რაც ჯერჯერობით არ ვიცით, პროცედურები საქართველოს პოზიცია დანარჩენი პარტიები ცალსახად დგანან პოზიციაზე რომ არ შევლენ. და თუნდაც ნაწილობრივ შევიდნენ პარტიები, ნაწილობრივ არ შევიდნენ. როგორ წარიმართება პროცედურა? დიახ, მოგახსენებთ, დღევანდელი მოცემულობით ჩვენ გვაქვს ამ ეტაპისთვის შესაბამისად ფაქტობრივად 120 პროპორციული სით არჩეული დეპუტატი, უბრალოდ 116 არის ამ შემთხვევაში და 4 გადასანაწილებელი არის, რომელიც გადანაწილდება შესაბამისად უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, ეს არის გირჩი, ეს არის ევროპული საქართველოს ნაციონალური მოძრაობა და ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები. აი ამის შემდგომ, როდესაც უკვე ეს პროცესი დასრულდება ასევე მეორე ტური, ჩვენ ვიცით, რომ 16 შესაბამის სამაჟორიტარო ოლქში უნდა გაიმართოს მეორე ტური, აი ამის შემდგომ უკვე ჩვენ გვეცოდინება სრული მოცემულობა და შემადგენლობა პარლამენტის, რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს, სამართლებრივ ლეგიტიმაციაზე ვსაუბრობთ და შემდგომ ფორმალურზე ვსაუბრობთ. სამართლებრივ ლეგიტიმაციას რაც შეეხება, კონსტიტუცია ცალსახად გვეუბნება, რომ უმრავლესობა ამ შემთხვევაში საჭიროა 76 დეპუტატზე აქვს საუბარი, ანუ 150-ის 76 დეპუტატზე არის საუბარი. საჭიროა იმისთვის, რომ პარლამენტის უფლებამოსილება ცნობილი იქნეს და პარლამენტმა შეუდგეს თავის უფლებამოსილების განხორციელებას. ეხლა რაც შეეხება მანდატების დატოვებას. ანუ 76 მანდატი უნდა იყოს ფორმირებული პარლამენტის. 76 მანდატი საჭიროა იმისთვის, რომ უფლებამოსილება შეიძინოს სრული პარლამენტმა. 76 ადამიანი აუცილებლად უნდა იყოს აუცილებლად უნდა გაიაროს რეგისტრაცია 76 ადამიანმა იმისთვის, რომ პარლამენტის უფლებამოსილება შედგეს. ამ ეტაპისთვის ჩვენ როგორი მოცემულობა გვაქვს? ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს მოცემულობა ისეთი, რომ ქართულ ოცნებას აქვს 61 მანდატი პროპორციული სიით და მაჟორიტარულს დაველოდოთ, რამდენ მანდატს აიღებს მეორე ტურის შემდგომ, თუმცა როგორც პირველადი შედეგები გვაჩვენებენ, 16 ტურში იმართება მეორე ტური და შესაბამისად სავარაუდოდ მას უკვე ყავს შესაბამისი მოცემულობა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ უფლებამოსილება პარლამენტმა განახორციელოს, ამიტომაც შესაბამისად ეს არის იურიდიული ლეგიტიმაციის საკითხი. ხა ფორმალური ლეგიტიმაციასაც შეეხება. პოლიტიკური პროცესის წარმომადგენლობით დემოკრატიას რაც შეეხება, გულისხმობს ერთ შემთხვევაში მრავალფეროვნებას პოლიტიკურ პლურალიზმის პირველ რიგში და ასევე პარლამენტის ისეთ მოწყობას, რომელიც იქნება ორგანიზებული როგორც უმრავლესობით, ისე უმცირესობებით. შესაბამისად, აქ ჩვენ ვსაუბრობთ საპარლამენტო მანდატზე, საპარლამენტო ხმაზე, რომელიც შესაბამისად უნდა იყოს წარმოადგენელი როგორც უმრავლესობით, ისე უმცირესობით. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაინტერესებს რას ფიქრობს და შესაბამისად რა პოზიციას წარმოადგენს ყველა პოლიტიკური სუბიექტი. პაიქრობა ეს დემოკრატიის ხარისხზე შეიძლება ამან იქონიოს ძალზე ნეგატიური გავლენა. უნებრივია, საფეხბურთო მატჩი თქვენ წარმოგედგენთ, ერთი გუნდი თამაშობდეს, ხოლო ეს ხომ არ იქნება სანახაობა ამ შემთხვევაში. საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა ერთპარტიული სისტემა და ვიცით როგორც მუშაობს ერთპარტიული სისტემა. მეორეს მხრივ იქნება თუ არა ამ მრჩეველთა ნების წინააღმდეგ წასვლა ოპოზიციის მხრიდან ეს ნაბიჯი? აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული ეს მოქალაქეებთან. თუ კი მოქალაქეების შეკვეთა იქნება ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ამის შემდგომ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ. მე ვთვლი, რომ შესაბამისი მანდატის, ანუ ჯერ პირველ რიგში პარლამენტის მანდატი აღიარებული იქნება მათი, რაც არ გაქვს იმას ვერ დატოვებ რეალურად, როცა გაქვს მე რეტოვებ მანდატს, მაგრამ აუცილებლად უნდა შეთანხმდეს უმრავლესობასთან. ნახოთ ის პოლიტიკური დუღილი ტემპერატურა, რომელიც ქუჩებში იქნება პირობითად, თუმცა დავძენ კიდევ ერთხელ, რომ მე როგორც კონსტიტუციონალისტი არ მივემხრობი ამ სცენარის განვითარებას მოვლენების. მე ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მოსაზრებები. რა თქმა უნდა, მოქალაქეების მოსაზრებები, იმიტომ რომ მოქალაქეთა მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ლეგიტიმაცია შედგეს, ამ შემთხვევაში ფორმალური ლეგიტიმაციაზე თუ ვისაუბრებთ, თუ კი პარლამენტი არ იქნება შესაბამისად მხოლოდ იურიდიულად გადაწყვეტილებული არიან იქნება ამ შემთხვევაში და მას არანაირი ავტორიტეტი არ ექნება პოლიტიკური თვალსაზრისით და არასამართლებრივი, ამ შემთხვევაში მისი ფორმალური ლეგიტიმაციის საკითხი ყოველთვის იქნება ეჭქვეშ და გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაში. კანონის შემოგეთებითი პროცესი, რომელიც პარლამენტში ხორციელდება, ამ შემთხვევაში კანონი როგორც
ზოგადად სავალდებულო ქცევის წესი იქნება მოქალაქეებისთვის, ხო? ანუ ამ შემთხვევაში დეპუტატი, რომელიც არის მოქალაქეთა წარმომადგენელი, უნდა მოქმედებდეს აი ამ პრინციპით, მაღალი მორალური თუმცა იმ მომენტში, როდესაც ხმა მისცა ამ მომრჩეველმა, მან უკვე ნდობა გამოხატა. ნდობა ბუნებრივია არის გამოხატული, შესაბამისად ეს არის წარმომადგენლობის დემოკრატიის ამ შემთხვევაში ფუნქციაც იმისთვის, რომ ხელისუფლება დაკომპლექტდეს, სუვერენიტეტი განხორციელდეს სახელმწიფო, შესაბამისად და მოხდეს სახალხო სუვერენიტეტის ტრანსფორმირება სახელმწიფო სუვერენიტეტში, ეს განხორციელდა საარჩევნო გზით. უშუალო დემოკრატიის ფორმა ესე მუშაობს, დაუშვებელი არის სხვანაირი ლეგიტიმაცია ხელისუფლებისთვის არჩევნების გარდა. სხვა ფორმა არ არსებობს, თუმცა შეგრების და მანიფესტაციის თავისუფლებას იცნობს საქართველოს კონსტიტუცია, ისევე როგორც საერთაშორისო სამართლებრივი აქტები და ბუნებრივია მშვიდობიან პროტესტს მოქალაქეებს ვერავინ ვერ დაუშვებს. აი ამ შემთხვევაში რა ხდება თუ თქვათ ოპოზიცია მაინც არ შევიდა, მაგრამ იურიდიული ლეგიტიმაცია უმრავლესობით მაინც მოახდინა პარლამენტში. ამ შემთხვევაში როგორ ფიქრობთ, რანაირად უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ ხელახლა დაინიშნოს არჩევნები, თუ რადაც მობებზე უნდა წავიდეს თუნდაც სახელმწიფო გუნდი, ან ხელახლა არჩევნების დანიშვნა, ამ შემთხვევაში რა მოხდება? ამ ეტაპისთვის ამ მოცემულობით გამორიცხულია. რაც შეეხება თქვა იმ მომენტს, თუ კი მასობრივად მანდატებს დატოვებენ, მას შემდეგ რაც ისინი მიიღებენ. ეგ უკვე მეორე საკითხია, თუმცა შესაბამისად აი ამ შემთხვევაში ლეგიტიმაციაზე იმაზე ვსაუბრობ მე, რომ შესაბამისად ერთპარტიული პარლამენტი, რომელიც მხოლოდ უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებებს, ეს იმ ქვეყანას, რომელიც მიილტვის ევროინტეგრაციისკენ, შილოატლანტიკური ალიანსისკენ, დაუშვებელი და მეორეს მხრივ ოპოზიცია კარგავს ბრძოლის იარაღს. საპარლამენტო ბრძოლის იარაღს, საპარლამენტო ტრიბუნას კარგავს ბუნებრივი, რაც პოლიტიკური ოპონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტრიბუნა, იმიტომ რომ საპარლამენტო ტრიბუნით შესაბამისად ხდება გარკვეულწილად მთავარი ეს თუღილის ტემპერატურა უნდა წყდებოდეს ჩემი მოსაზრებით პარლამენტში და პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში ვის ეკისრება, როგორ ფიქრობთ? პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას. ხელისუფლებას, საარჩევნო ადმინისტრაციას და რა თქმა უნდა ეკისრება პოლიტიკურ ოპოზიციას. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია წერს ანგარიშში, რომ ეს არჩევნები ამ არჩევნებს ვერ უწოდებთ სამართლიანს. ამბობენ, რომ ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ბევრი ქვეყნის არჩევნებს და იმათთან შედარებით ეს ცალსახად თავისუფალი არჩევნებია, მაგრამ სამართლიანი არ არის. რა საფუძველს ქმნის მსგავსი დასკვნა და ნათქვამია, რომ საერთაშორისო რეკომენდაციების ქვეყანამ არ შეასრულა. მე ძალიან ბევრ დასკვნას გავეცანი ამ შემთხვევაში, მათ შორის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას კონკრეტულ საფუძველს მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არ ვარ ის სუბიექტი, ვინც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას აწარმოებდა. ჩვენი შესაბამისი პასუხი ამ შემთხვევაში კომპეტენტური არ იქნება, მაგრამ თავ შევიკავებდი. იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისად მათ მიერ გავრცელებული მოსაზრება ეყრდნობა საარჩევნო ადმინისტრირების პროცესს. აქ საუბარი არის იმ შესაბამის მდგომარეობაზე, რასაც მოქალაქეები საუბრობენ ამ შემთხვევაში. მათ შორის თქვა ის, რაც მათ დაინახეთ საარჩევნო დღის განმავლობაში, საარჩევნო უბნებზე და უბნებს გარეთ ამ შემთხვევაში რა მდგომარეობაც იყო. და შესაბამისად აი ამ მდგომარეობისთან დაკავშირებით სისხლის სამართლებრივი საქმეები აღძრულია გარკვეული გარემოებების და გამო მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვის პროცესი სასამართლო გადაწყვეტილებებთან მიმართებაში. დაველოდოთ დამაგრდება თუ არა მათი თქვენს მიერ გაჟღერებული მოსაზრებები იგივე ვთქვათ სასამართლო გადაწყვეტილებების საფუძველზე და შემდეგ და იურიდიულ ნაწილზე ამ შემთხვევაში ხოდა ახლა ამის საფუძველზე ვისაუბრებთ. სხვა დანარჩენი ეს არის პოლიტიკური შეფასების ნაწილი. აი, ზუსტად პოლიტიკურ ნაწილზე გიორგი გობრონიძე უნდა შემოგვიერთდეს, პოლიტოლოგი. თბილისიდან მოგესალმებით, გიორგი. გამარჯობა. მადლობა, რომ ჩაგვერთეთ. მოგესალმებით. სამართლებრივი ბრძოლის გზაზე პრინციპში ვისაუბრეთ. არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით ეს გზა გადის სასამართლოზე, ცალსახად. მოცემულობა გვაქვს ასეთი. აი პოლიტიკურ ბრძოლას რა მნიშვნელობა ექნება ამ პროცესში?
მოდი მთლიანობაში რო შევხედოთ მოცემული არჩევნების სუფთა პოლიტიკური ჭრილით გამოიკვეთა რამოდენიმე ძალიან საინტერესო ნიუანსი საბოლოო ჯამში და შეიძლება ითქვას პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც დავინახეთ ჩვენ საზოგადოებამ არის ის რომ მიუხედავად ძალიან ბევრი პრობლემებისა საქართველოში პოლიტიკური კლასი განიცდის აშკარა ევოლუციას და საბოლოო ჯამში ეს აისახა მიუხედავად ძალიან ბევრი კითხვის ნიშნისა ისევ გაუსვა ამას ხას არჩევნების შედეგებზეც როდესაც უკვე ჩვენ მაგალითად დღეს აღარ გვაქვს ისეთი ტიპის არჩევნების შედეგები როგორიც ჰქონდა თუნდაც 90-იან წლებში რაც შეეხება დღეს პოლიტიკურ ასპექტებს აღნიშნული ვიდრე გადახვიდოდე შემდეგ ასპექტს რა კარგი. ოპოზიციას აქვს ორი ასეთი არჩევანი, ხომ როგორც საუბრობთ. პირველი რომ განაგრძოს ბრძოლა საპარლამენტო ტრიბუნიდან, ან მეორე მან თქვას უარი საპარლამენტო მანდატებზე. როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულება გარკვეულწილად არის როგორც სარგებლის, ასევე მომტანი, ასევე რისკის შეცვლილი თვითონ ოპოზიციური ფლანგისათვის რამოდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. მოდით შევხედოთ პირველ მომენტს თუ ოპოზიცია განაგრძოს ბრძოლა საპარლამენტო ტრიბუნიდან, რა დადებითი შედეგი შეიძლება მიიღოს მან და რა რისკის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს იგი. როდესაც ოპოზიცია ეჭქვეშ აყენებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას, ლოგიკურია ჩნდება კითხვები, რატომღა აღიარებენ მაშინ ისინი საბოლოო შედეგებს და ერთვებიან პროცესში, იმ პროცესში, რომელსაც მიიჩნევენ არალეგიტიმურად, რატომ შედიან ისინი პარლამენტში და ხდებიან ნაწილი საკანონმდებლო პროცესისა. მიუხედავად იმისა, სამართლებრივად აქვს თუ არა პარლამენტს ასე დროს ფუნქციონირების განხორციელების უფლება. მეორე მხრივ ასევე ჩნდება კითხვა, თუ ამბობენ უარს პარლამენტში შესვლაზე, მაშინ რაღა აზრი ქონდა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის მიერ მათდამი გამოხატულ მხარდაჭერას, იმიტომ რომ საზოგადოება იყო დაინტერესებული იმაში, რომ მათი ხმა მოესწრება პარლამენტის ტრიბუნიდან, ეხილა ისინი არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ეხილა ისინი ხელისუფლების მოწინააღმდეგეებადაც. ასევე ქუჩაში დარჩენის შემთხვევაში რა შანსები აქვს ოპოზიციას წარმატების რო შევხედოთ. პირველი რა სცენარით შეიძლება წავიდეს ყველაფერი? შეიძლება წავიდეს ვადამდელი არჩევნების სცენარით, მოითხოვონ ცესკოს ხელმძღვანელობის გადაყენება, მოითხოვონ ამ მიმართულებით გარკვეული რეფორმა და ახალი არჩევნების ჩატარება, რაც გარკვეულწილად ნაკლებად არის სავარაუდო გამომდინარე თუნდაც იგივე საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და სადამკვირვებლო მისიების შეფასებებიდან გამომდინარე, რომლებიც რომ იყო გარკვეულწილად დარღვევები, მაგრამ იმავდროულად დაცული იყო ადამიანების ფუნდამენტური უფლება, მოეხდინათ მათ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება და არჩევნები იყო თავისუფალი, მაგრამ არა სამართლიანი, როგორც აღნიშნეთ. ოპოზიცია აი ამ პოზიციით მიდის თუ არა ჩეხისკენ? პოლიტიკური ჩეხისკენ ამ შემთხვევაში. უკაცრავად შეკითხვა რო გაიმართოს. პოლიტიკური ჩიხისკენ მიდის თუ არა ოპოზიცია, აი ამ დამოკიდებულებით საარჩევნო გარემოსადმი და შედეგებისადმი საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ხელისუფლებას მაინც რჩება ლეგიტიმური უფლება დააკომპლექტოს პარლამენტი. კი, ზუსტად აი ამას ვიძახი რომ აი ქუჩის სცენარი რით შეიძლება დამთავრდეს. თუ შეძლებს ოპოზიცია იმ კრიტიკული საპროტესტო მასის მობილიზებას, რომელიც შეაშინებს ხელისუფლებას, მაშინ რა თქმა უნდა ხელისუფლებამ შეიძლება იფიქროს გარკვეულწილად დათმობებზე, მაგრამ დღეს, როდესაც იგივე საერთაშორისო მხარდაჭერა ან საერთაშორისო აღიარება ჩვენი არჩევნებისა უკვე არსებობს, ნაკლები სტიმული აქვს ხელისუფლებას წავიდეს ამგვარ დათმობაზე. ამას ვამბობთ, იმიტომ რომ მას ყოველთვის ექნება სათქმელი რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროკავშირმა, ეუთომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა ჩემი არჩევნები, ეს არ ყოფილა არჩევნები, რომელიც მხოლოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის მილოცვით დასრულდა საქართველოს ხელისუფლებისადმი, არამედ ეს იყო საერთაშორისო მხარდაჭერილი პროცესი, შესაბამისად არ არსებობს არანაირი საფუძველი ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა. მეორე თეორიული და ჰიპოთეტური სცენარი ეს არის ეგრეთ წოდებული რევოლუციური სცენარი და გარკვეულწილად ის მოდაკიდებაც, ხომ მსგავსი მოწოდებები, რომ ჩვენ დავიცავთ ხმებს თავზე და თუ დავიცავთ ხმებს ყველაფრის ფასად და თუ ეს ხმები არ იქნება დაცული, დავალეწავთ თავზე მთავრობას ყველაფერს. ამგვარი დესტრუქციული მოწოდებები ზოგადად წამგებიანია დღევანდელ გარემოში ოპოზიციისთვის და ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის გამომდინარე იქიდან რომ ქვეყანა დგას საკმაოდ ბევრი რისკის წინაშე, დაწყებული ერთი მხრივ პანდემია, დამთავრებული ჩვენ სამხრეთით მიმდინარე პროცესები, როგორიც არის იგივე სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, რაც უპირობო დაისახება ეკონომიკაზე და პოლიტიკური турბულენტობა კიდევ უფრო დაამძიმებს ამ თვალსაზრისით გარემოს, რაც თავისთავად ცხადია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გაუჩენს პროტესტს უშუალოდ იმ პოლიტიკური აქტორების მიმართ, ვისი პასუხისმგებლობაც იქნება უკვე ამ შემთხვევაში მოვლენათა ამგვარი სცენარის განვითარება. მეორე მხრივ საპარლამენტო ტრიბუნიდან თუ გადავხედავთ ოპოზიციურ კონტინგენტს, მათ აქვს
სრული შესაძლებლობა იმისა, რომ გაუწიონ არა უბრალოდ აქტიური წინააღმდეგობა ხელისუფლებას, არამედ შეძლონ და თუნდაც სამომავლო არჩევნებისთვის პირველი რაც შეიძლება ვთქვათ, მოაგროვონ მხარდამჭერთა ის რაოდენობა, რომელიც უკვე შეუძლებელს გახდით არსებული ხარვეზების პირობებშიც კი ყველა შემთხვევაში გარკვეულწილად მოქმედი ელიტის გამარჯვებასთან. აი, აქვე უნდა გკითხოთ, გიორგი, თქვენ როგორც პოლიტოლოგი, როგორ აფასებთ, რატომ ვერ შეძლო ოპოზიციამ სასურველი შედეგების მიღება? სასურველი შედეგების მიღება მას გაუჭირდებოდა რამოდენიმე მიზეზის გამო. პირველი, რომ შევხედოთ თვითონ საარჩევნო გარემოს და ასევე შევხედოთ პოლიტიკურ ლანდშაფტს ჩვენსაც, ხომ? მე აღვნიშნე, რომ პოლიტიკური კლასი განიცდის ევოლუციას და ის ვითარდება, მაგრამ პოლიტიკური კლასი ჯერ კიდევ არის სერიოზულად დასახვეწი და საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს ჩამოყალიბებული ესეთი პარტიული კულტურა, რომელიც მაგალითად მოითხოვდა პოლიტიკოსთა მხრიდან შინაარსობრივ და კონტექსტუალურ დებატებს ჩვენ კვლავ შევით, მოდი ასე ვთქვათ, ლიდერთა პოლიტიკის ტყვეობაში, რაც გულისხმობდა იმას, რომ დღეს რო შევხედოთ ოპოზიციურ ძალებს, სახელისუფლებო ძალებს, ხომ დაპირისპირება მიდიოდა არა კონკრეტულად პარტიებს, არა მათ პროგრამებს, არა მათ ხედვებს შორის, არამედ მიდიოდა პერსონალიებს შორის, ქარიზმატულ ლიდერს შორის და დიდი ფინანსური რესურსების მქონე ლიდერს შორის. ასევე საინფორმაციო ველშიც, შესაბამისად იყო განაწილებული ლანდშაფტი და რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ დარღვევებზე, ესეც უნდა აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ სერიოზული ხელშემწყლელი ფაქტორი არის ისიც, როდესაც ადგილი აქვს ძალიან დიდი დოზით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, იყო სრული დისპროპორცია ფინანსური რესურსების გამოყენებაში, იყო კონსოლიდაციის პრობლემა ოპოზიციაში. ჩვენ გვახსოვს მაგალითად, რამდენი ხანი მოუნდა ოპოზიცია ელემენტარულად მაჟორიტართა სიებზე გარკვეული შეთანხმების მიღწევას და იქაც გვესმოდა ურთიერთპრეტენზიები იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო მაგალითად იდგა ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიც არის პანდემიის და შემდგომ ლოკდაუნის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, რაზეც შეეძლო ელაპარაკა ძალიან ბევრი ოპოზიციას შემოეთავაზებინა საზოგადოებისთვის საკუთარი ხედვა, როგორ უნდა შეერბილებინა ამ ყველაფრის მავნე შედეგები იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ პრაქტიკულად მე ვიტყოდი სრული პასუხისმგებლობით ჩააგდო კრიზისის მართვა პანდემიასთან დაკავშირებით 8 თვე დაკარგა სახელმწიფომ და დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ უკვე 2000 აღწევს ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვი, რაც უპირობოდა ისახება ისევ ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ დროს რეალურად ოპოზიცია ხარისხიანი პროგრამის შეთავაზების ნაცვლად არის დაქსაქსული, უჭირს კონსოლიდირება, ვერ თანხდება კანდიდატებზე, ვერ თანხდება საერთო იდეაზე. რა თქმა უნდა, ამან გამოაჩინა ოპოზიცია შედარებით სუსტადაც და ქართველ ამომრჩეველს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ უყვარს ძალა, როდესაც ის ხედავს ამას და საჭირო იყო რომ ოპოზიციას ეჩვენებინა ერთიანობა, ოპოზიციას ეჩვენებინა ძალა და დღეს აქვს შანსი, თუნდაც სანამ მეორე ტურები ჩატარდება, იმიტომ რომ მე ვერ ვიტყოდი რომ ეს შედეგი არის გამარჯვება მართველი პოლიტიკური ელიტის, მათ პრაქტიკულად ყველა მსხვილი ურბანული ცენტრი, სადაც საზოგადოება არ არის ეკონომიკური თვალსაზრისით ისეთი მოწყვლადი, რომ იგი გახდეს იოლად манипуლირებადი, ან წააგეს, ან აქვთ მეორე ტური. ხომ პრაქტიკულად ჩვენ ვხედავთ, რომ მათ ვერ შეძლეს ხმათა 50%-ის აკუმულირება არსებული შედეგებითაც ჯამში, ხოლო ყველა დიდ ქალაქში მაჟორიტარულ ოლქებში იმართება არჩევნების მეორე ტური, მათ შორის თბილისის 8-ვე ოლქში. ეს ნიშნავს სალსახარდი იმას, რომ ოპოზიციას გააჩნია საკმაოდ სერიოზული პოტენციალი ეხლაც და ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციას ექნება საკმაოდ დიდი პოტენციალი პარლამენტში. თუ კი რა თქმა უნდა, ისინი შეთანხმდებიან გარკვეულ მოქმედების სქემაზე და იმოქმედებენ შეთანხმებულად საერთო ოპონენტის წინააღმდეგ. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მოხდეს გახლეჩა და პარტიების ნაწილმა ახლა განაცხადონ თანხმობა პარლამენტში შესვლაზე. მათ ძალიან გაუჭირდებათ უპირატესობის მოპოვება. აქვე თუ შეიძლება ერთ მოსაზრებასაც დავამატებ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ოპოზიცია იკავებდეს თავს პარლამენტში შესვლისგან, არის ალბათ ისიც, რომ მეორე მხარეს დგას ოპონენტი არა მათზე ხარისხობრივად უკეთესი ინტელექტუალური თუ ადამიანური რესურსით, არამედ მათზე ბევრად აღმატებული ფინანსური რესურსით და შესაბამისად არ გამოურიცხავ, რომ ოპოზიციონერები ამ შემთხვევაში არ ენდობიან ერთმანეთს და არ ენდობიან საკუთარ წევრებსაც. მათ არ აქვთ გარანტია, რომ ოპოზიციის საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა პარლამენტში შესვლის შემდეგ არ დაექვემდებარება პორტირებას, როდესაც შეეძლოთ მათ ასევე ემუშავოთ სწორედ ხელისუფლებიდან კადრების გადმოხატვაზე. ეს სამწუხარო პრაქტიკაც არ არის უწყო ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისათვის. გიორგი, აი დროებით დაგემშვიდობებით ნიკოლოსთან უნდა გადავიდეთ შემდეგი კითხვით. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მოცემულობა გვაქვს ასეთი, ორპარტიული შემადგენლობა მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ აი ამ ახალი საარჩევნო სისტემის გათვალისწინებით შესაძლებელი იქნებოდა უფრო მეტად მრავალფეროვანი ყოფილიყო, ვიდრე წინა მოწვევის. რასთან გვაქვს საქმე? აქ არის შესაბამისად პროცენტულ ბარიერთან დაკავშირებული
არის ამბავი, როცა კი და ეს არის საინტერესო, რატომ დაიშვა 5%-იანი ბარიერი ავტონომიის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში მოცემულობა ისეთი იყო, რომ 21 უმაღლეს საბჭოს წევრი ყავს და შესაბამისად აი ამის მიხედვით მოხდა შესაბამისი ბარიერის დადგენაც. და რაც შეეხება თქვა ამ მოცემულობას, როგორც ხედავთ, მსხვილ პოლიტიკურ აქტორებს ოპოზიციაში და წვრილს ამ შემთხვევაში ფაქტობრივად უკვე გამოიკვეთა, რომ ერთი მსხვილი პოლიტიკური აქტორია. ერთიანაცო მოძრაობა, გაერთიანებული ოპოზიცია და დანარჩენმა პარტიებმა ვერ 5%-იანი ბარიერი ფაქტობრივად ვერ გადაახეს. ანუ რო ყოფილიყო შესაბამისად 5%-იანი ბარიერი საქართველოს პარლამენტში, იქაც შესაბამისად მოცემულობა გვექნებოდა ესეთი. და ეს გამოიწვია ფაქტობრივად იმან, რომ ძალიან ბევრი ახალი პოლიტიკური პარტია გაჩნდა შესაბამის საარჩევნო ველზე. აქედან გამომდინარე შესაბამისად გვაქვს ესეთი შედეგი. ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ამომრჩეველი დაიქსახსა, როდესაც მას ჰქონდა არჩევანი რამოდენიმე პოლიტიკურ ჯგუფსაც და მმართველ ძალას შორის დღეს უკვე ფაქტობრივად მრავალფეროვანი არჩევანი იყო. ეს ფაქტობრივად იქედანაც არის გამომდინარე, რომ საარჩევნო ბარიერი საგანმანათლებლო ორგანოსთვის, ცენტრალურ საგანმანათლებლო ორგანოსთვის არის 1%-იანი ამ შემთხვევაში და ამან მიცა შესაბამისად ბიძგი იმისკენ, რომ მრავალი ახალი პოლიტიკური ჯგუფი შექმნილიყო, მათ შორის იმ უმრავლესობიდან, რომელიც დაიშალა ქართული ოცნების პირობებში და მათგან წამოვიდა შესაბამისად ახალი პოლიტიკური აქტორები, თქვათ, ვინც გამოვიდა უმრავლესობიდან და ვინც გამოიყო ასევე მსხვილ პოლიტიკურ პარტიას, ოპოზიციურს, ნაციონალურ მოძრაობას, ევროპული საქართველოს. აი ეს 5%-იანი ბარიერი შენარჩუნდება თუ არა 2024 წლის არჩევნებისთვის? შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ბარიერი შენარჩუნდება და უფრო მეტსაც გეტყვით. უკეთ პროცესი რჩება მეტი დრო უკეთ მოემზადეს არჩევნებს. კიდევ უფრო მეტსაც გეტყვით, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციულად ჩატარდება და შესაბამისად უკვე მაჟორიტარული შერეული სისტემა უკვე ჩვენ აღარ გვექნება, გვექნება მხოლოდ პროპორციული სისტემა, რაც ასევე გაზრდის კონკურენციას. ჩამოყალიბდა ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ეს ახალი დემოკრატიის ქვეყნებისთვის ესეთი არახალია, როცა მაჟორიტარული ოლქები ძირითადად მმართველი გუნდის მიერ არის დაკომპლექტებული და იგებს მმართველი გუნდი მაჟორიტარულ სისტემას, ეხა უკვე ოპოზიციურ პარტიას ექნება მეტ კონკურენციაში შესაძლებლობა, ზუსტად აი ამის ხარჯზე. პროპორციული სისტემა აძლევს ამ შემთხვევაში ამ გარდამავალ პერიოდში ახალ დემოკრატიის ქვეყნებს უფრო მეტ ოპოზიციური განვითარების ასპექტს. დიდი მადლობა საინტერესო მიმოხილვისთვის. ნიკოლოზ მეგრელიშვილი, იურისტი, იყო ჩვენი სტუმარი და გიორგისთან უნდა გადავიდეთ ნელი. გიორგი, ხაზზე ხარ ისევ? ესეთი სცენარის შემთხვევაში, გიორგი, ანუ ეხა იზრდება ინფიცირებულების რიცხვი, მწვანე ზონის სტატუსი ჩვენ დავკარგეთ. და ამ დროს მიმდინარეობს შეკრებები და მანიფესტაციები გარეთ, რაც რეკომენდაციების მიღმა, ხო? რა განვითარების პერსპექტივას ხედავ ამ მიმართულებით? უკაცრავად პირველი ნაწილი კითხვის სუდათ ისმოდა კავშირის. პირველი ნაწილი იყო ის, რომ ჩვენ იზრდება ინფიცირებულების რიცხვი, პანდემია იკრებს ძალას საქართველოში და ამ დროს შეკრებები და მანიფესტაციებიც იკრებენ ძალას ქუჩაში. რა განვითარების პერსპექტივას ხედავ, იმიტომ რომ იყო საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გახდეს კვლავ საჭირო, ან ეს ვითარება იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. კი ბატონო, როდესაც საუბრობთ გართულებული ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ეს კიდევ ერთ-ერთი რისკი არის, რაზეც მსურდა საუბარი თვითონ პროცესების ქუჩაში დატოვების, რადგანაც ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, არსებობს რისკები, რომ კიდევ უფრო, თქვათ, ქუჩის ფართომასშტაბიანი აქციები ჩამოყალიბდეს რაღაცა ერთგვარ გრადუალურ კატალიზატორად ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების და რა თქმა უნდა, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ შესაძლოა აღნიშნული გამოიყენოს ოპოზიციის წინააღმდეგ არგუმენტად და დაიწყოს საუბარი იმაზე, თუ აი როგორი უპასუხისმგებლოა ოპოზიცია, რომელიც საკუთარი ამომრჩევლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ უფრთხილდება და მეტიც ქუჩის აქციებმა ამ შემთხვევაში შესაძლებელია
ხელისუფლებას მისცეს დამატებითი არგუმენტებით. პირველი რომ ისაუბროს რომ ჩვენ არ გსურდა ლოკდაუნის გამოცხადება, რაც დეკლარირებულად გვაქვს გაცხადებული, მაგრამ აი ეს მდგომარეობა გვაიძულებს ჩავკეტოთ ეკონომიკა და ეკონომიკის გაუარესების შედეგებზე უკვე პასუხისმგებლობა მან დააგიწროს პოლიტიკურ ოპოზიციას. ამ შემთხვევაშიც ქუჩის აქციები, პარლამენტს გარეთ ოპოზიციის დარჩენა კიდევ შეიცავს ზუსტად აი ამ დამატებით რისკსაც, რომ შესაძლებელია ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობა გადაიტანოს ოპოზიციაზე ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა გამოიყენოს მერე უკვე ის ზომები, რომელიც შეუზღუდავს ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას თუ ეკონომიკურ საქმიანობას. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის გიორგი, რამდენი ხმა ჭირდება პარლამენტს და იმ შემთხვევაში თუ ოპოზიცია არ შევა პარლამენტში, საკმარისი იქნება თუ არა 76 ხმა ამისთვის? მე მინდა შეგახსენოთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შესაძლებელი არც დაჭირდეს ხელისუფლებას როგორც ასეთი, გამომდინარე იქიდან, რომ შეტანილია უკვე ჩვენს კანონმდებლობაში ცვლილებები რამდენადაც მახსოვს, რაც ახდენს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე პრემიერ-მინისტრზე ერთგვარ დელეგირებას გამოიყენოს ის ზომები, რომელიც გამოიყენება საგანგებო მდგომარეობის დროს. აქედან გამომდინარე, პარლამენტი საგანგებო მდგომარეობას ამ სახით და ამ სახელით გამოაცხადებს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგანაც მთავრობას უკვე აქვს უფლება-მოსილება პარლამენტის თანხმობის გარეშე. ეს სხვათა შორის თავის დროზე გახდა საკმაოდ სერიოზული განჯის საგანი მოგეხსენებათ, როდესაც პირველი ეგრეთ წოდებული ლოკდაუნი გამოცხადდა ქვეყანაში და შესაბამისად აღმასრულებელ ხელისუფლებას დღეს გააჩნია ამის ბერკეტები, რომ ეს ყველაფერი გამოიყენოს და განახორციელოს რა თქმა უნდა ყველაფრის ოპოზიციაზე გადაბრალებით. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. მეორე მხრივ ასევე მინდა შევეხო კიდევ ერთ საკითხს, რომ თვითონ არ უნდა დავინახოთ პროცესები ისე, რომ თითქოს ხელისუფლებას არ ეკისრება მოვლენებზე პასუხისმგებლობა, რადგანაც მოდი შევხედოთ ასე, რომ ქუჩაში პროცესების დარჩენა არ არის მარტო ოპოზიციის გადაწყვეტილება, ეს არის ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთქმედების შედეგი და კი ბატონო, შეიძლება გადაწყვეტილებას იღებს ოპოზიცია, მაგრამ იმავდროულად ხელისუფლება არის ვალდებული, რომ საზოგადოებას მოუხსნას არჩევნებთან დაკავშირებული ყველა კითხვა. ძალიან სერიოზულ დარღვევებზე იყო საუბრები და აქედან გამომდინარე პოლიტიკურადაც მიზანშეწონილია და სამართლებრივადაც სწორი, რომ თითოეულ ასეთ სავარაუდო დარღვევაზე იყოს რეაგირება მყისიერი, დაიწყოს გამოძიება და დადგეს ყველა, ასე ვთქვათ, დამნაშავე პირის პასუხისმგებლობის საკითხი და რეალურად რომ შევხედოთ, აი ეს მანკიერი წრეც უნდა გაირღვეს, ასე ვთქვათ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომ ერთი მხრივ პრაქტიკულად გვაქვს აბსოლუტური უკომპრომისობა, როგორც მთავრობის, ისე ოპოზიციის მხრიდან და მეორე მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ქვეყანაში ფუნქციონირება აი ამ დაუცველობის დილემის პარადიგმაში, სადაც საკუთარი რეჟიმის წვდომას ძალაუფლებასთან ხელისუფლება როგორც წესი ხოლმე ჩვენი ტიპის სახელმწიფოებში თეორიულადაც რომ იმჯელოთ, აიგივებს პრაქტიკულად ნაციონალურ უსაფრთხოებასთან. შესაბამისად, აი ამ პარადიგმიდან უნდა გამოვიდეს ხელისუფლება და აიღოს პასუხისმგებლობა იმაზეც, რომ პროცესები, რომელიც მიდის ქვეყანაში, უპირველეს ყოვლისა ეს არის გადაწყვეტილების, მიღებისა და პოლიტიკის შემქმნელების პასუხისმგებლობის საკითხი და აუცილებელია, რომ თითოეულ სავარაუდო დარღვევაზე, რომელზეც ასევე მიუთითებდნენ ჩვენი პარტნიორები, ხომ, იყოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რათა არც ქვეყნის გარეთ დაზარალდეს სახელმწიფოს იმიჯი და ქვეყნის შიგნითაც საზოგადოებას გაუჩნდეს პროცესის ლეგიტიმურობის განცდა. გიორგი, აი, რომ შევაჯამოთ, როგორია პროგნოზი სამომავლოდ 2024 წლისთვის ქვეყანა სრულად გადავა პროპორციულ არჩევნებზე. გვაქვს ეს მოცემულობა ახლა, მიუხედავად ძალიან დიდი შრომისა და აქტიურობისა, ვერ დადო ის შედეგი ოპოზიციამ, რაც იქნებოდა მისთვის სასურველი. ხელისუფლება მოქმედი პარტია, რომელიც დგას ხელისუფლებაში, ინარჩუნებს მყარად პოზიციებს. რა სურათი შეიძლება მივიღოთ 2024 წლისთვის და საერთო ჯამში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ეს როგორ აისახება? იმის გათვალისწინებით ბუნებრივია როგორ აისახება ჩვენს მოქალაქეების კეთილდღეობაზე ეს პროცესი საერთო ჯამში. 2024 წლის პროცესებს თუ დავაკვირდებთ, აი დღეს რაც ხდება და ოპოზიცია იმოქმედებს სწორად, მაგალითად ამ შემთხვევაში, ანუ ის გამოიყენებს ყველა შესაძლო ძალას, რომ დაიცვას საკუთარი ამომრჩევლის ინტერესი, გაუწიოს აქტიური წინააღმდეგობა ხელისუფლებას და აქედანვე უნდა დაიწყოს უკვე რეალურად ოპოზიციამ ელექტორატის მობილიზაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება გაცილებით უფრო საინტერესო პოლიტიკური პროცესი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხელისუფლებამაც უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს
მმართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ეს მიდგომა, რომ ხელისუფლება პრაქტიკულად აგვიდან კუბოსკარამდე რჩება ძალაუფლების სათავეებთან. იმიტომ რომ მოდი შევხედოთ ესე რომ 2012 წელი სამწუხარო გამონაკლისად არ უნდა გადაიქცეს, რომელიც წესს დაადასტურებს ჩვენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამ წელს შესაძლებელი გახდა ხელისუფლების საარჩევნო გზით ცვლილება. მართლ პოლიტიკურ ელიტას უნდა გქონდეს გაცნობიერებული, რომ ეს გამონაკლისი კი არ არის, ეს არის ყოველდღიური ცხოვრების წესი, იმიტომ რომ სამწუხაროდ თუ ეცდება ხელისუფლება. დიახ, გიორგი. დიახ, სამწუხაროდ თუ ეცდება ხელისუფლება კიდევ მოახდინოს გავლენა არჩევნებზე, რა თქმა უნდა, ამას შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს ქვეყანა, იმიტომ რომ თვითონ ეს მომენტიც ახლა რაც დღეს საქართველოში გვაქვს, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გარემოს ძალიან ბევრი ხარვეზისა, პრაქტიკულად პირველად ხდება, რომ მართველი პოლიტიკური ძალა მესამე ვადით მიდის უკვე არჩევნების ხელისუფლების სათავეებთან და მეოთხე ვადით უკვე რამდენად შესაძლებელი იქნება ეს ნაკლებად სავარაუდოა. შემდეგი ნაწილი რაც არის, რა თქმა უნდა, შეიცვლება საარჩევნო სურათი პროპორციული არჩევნებით, იმიტომ რომ დღეს მაგალითად მაჟორიტარები, როგორც ასეთი, არიან ერთგვარი იარაღი, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის, ასევე ოპოზიციის ხელში, განსაკუთრებით რეგიონებში და ისეთ რეგიონებში, სადაც არის მაგალითად კომპაქტურად წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობები, რეგიონებში, რომელიც დაშორებულია ურბანული ცენტრებისგან, რეგიონებში, სადაც ეკონომიკური მდგომარეობა არის ცუდი, რადგანაც როგორც წესი, მაჟორიტარებად არჩევენ როგორ ადამიანებს, ხალხს, რომელსაც სურს ან საკუთარი ბიზნესის ლობირება აქვს, ფინანსური რესურსი და გვევლინებიან პოლიტიკური ძალების სპონსორება და ხალხს, რომელთაც ადგილებზე გააჩნიათ საკმაოდ ფართო ქსელები და აქვს დიდი სოციალური გავლენები. შესაბამისად, ხედავთ, რომ ეს ადამიანები რეალურად წარმოადგენენ არა პარტიას რაღაც მომენტში თავისი იდეოლოგიური კუთვნილებით, არამედ ისინი წარმოადგენენ პარტიას, როგორც პარტიის მიერ დაქირავებული ხმათა მომზიდველი მაკლერები. ხომ აი ეს რეალობა გვაქვს და ჩვენ ნახეთ კიდეც იგივე 2012-ის არჩევნების მერე 2016-ში როცა ხდებოდა მაგალითად მაჟორიტარების პორტირება ყოფილი ხელისუფლებიდან მოქმედ ხელისუფლებაში. ხომ ახლა ეს ასევე იწვევდა პოლიტიკურ აპათიასაც, ამასაც უნდა შევხედოთ, იმიტომ რომ სამომავლოდ არ არის გამორიცხული, რომ ეს მაჟორიტარები ვიხილოთ ისევ პროპორციულ სიებში. გამოცვალებს მას ოპოზიციას კლავ ჩემს მაჟორიტარად და უკან პარტიის ლოგოა შეცვლილი მაგალითად, ხომ? საბოლოო ჯამში მე ვკარგავ წმენას პოლიტიკურ პროცესში და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, პროპორციული სისტემა არის ცალსახად პოზიტიური მოვლენა და შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს პოლიტიკურ პროცესს საქართველოში. მადლობა, გიორგი. ჩვენ დაზღვეული ვართ აი ამ მავნე სოციალური პრაქტიკის გამოყენებისაგან. ძალიან საინტერესო და გარდამტეხი პროცესების ზღვარზეა ახლა საქართველო. დიდი მადლობა საინტერესო მიმოხილვისთვის. გიორგი გობრონიძე, პოლიტოლოგი იყო ჩვენი სტუმარი. ხო, ოპოზიცია ჩემი აზრით უნდა შევიდეს პარლამენტში, თუნდაც იმიტომ, რომ აღარ იყოს ულიმიტოდ ფინანსური დანახარჯების გაწევის საშუალება წინა საარჩევნოდ და იყოს თანაბარი საარჩევნო გარემო, როგორც აღინიშნა ახლაც და ანგარიშშიც. მინიმუმ იმიტომ უნდა შევიდეს, რომ პატივი სცეს თავის ამომრჩეველს. თუნდაც ამიტომაც, დიახ, და მინიმუმ და იმიტომ რომ მომავალი გქონდეს უფრო პროგნოზირებადი და არ ვიყოთ იმ ქვეყნების სიაში, ვინც არათავისუფალ არჩევნებს ატარებს უკვე შემდეგი არჩევნებისთვის. ერთი შეკითხვა მქონდა, მაგრამ ვერ დავსვი, ვერ მოვახერხე. მაინტერესებდა ამ არჩევნებმა რამდენად აჩვენა ქვეყანა რამდენად არის პოლიტიკურ კრიზისში. ზოგადად არის თუ არა და ამ არჩევნების შედეგად ჩვენ კავკასიის რეგიონში, როდესაც ვხედავთ, რომ გვერდით ღია კონფრონტაციაში არის ორი ერი, ზევით კიდე რაღაცები ხდება. ანუ როგორ პოზიციონირდებით ამ მოქმედმა საარჩევნო სისტემამ, რაც იყო მანამდე შერეული, მაჟორიტარული და პროპორციული, აჩვენა, რომ ქვეყანა იყო პოლიტიკური კრიზისის წინაშე. კი ბატონო, ამ არჩევნების შემდეგ რამდენად ვარ და რამდენად გვაქვს იმის რომ აი ეს უნდა ნახოთ უკვე მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაკომპლექტდება. ალბათ. მანამდე სხვა დემოკრატია ვარ. პოლიტიკოს ვერ დაუსვია შეკითხვა და ყობასთან გადავალ ამ შეკითხვით. მოგესალმებით, კითხვა. კვილი ნოემბერი. პოლიტიკური პროგნოზი და ნამინდის პროგნოზი. პოლიტიკური პროგნოზი რა გითხრათ აბა ყველამ დავინახოთ. კი, რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე. რამდენად ხარ კმაყოფილი? რა, მე მგონია რომ ჩვეულებრივად რასაც ველოდი ის იყო პრინციპში. მე უფრო პროგნოზს ამინდის ხრივ ვაკეთებ, ვიდრე პოლიტიკურს, იმიტომ რომ ნაკლებად ჩემი სფეროა.
რა არის? გარეთ ის ამბავია რომ დაგვიდგა ნელა შემოდგომის მე რაღაცა პერიოდია სუქცივა. რა ხდება? მე ველოდი ამ ინდურ რაღაცა ზაფხულ შემოდგომას გაზაფხულს რაღაცას და ეს ქონდა იმდენად კარგი სეზონი ქონდა შემოდგომის რომ საშუალო ტემპერატურა დაფიქსირდა ძალიან მაღალი ანუ ნორმასთან მიმართებით გაცილებით უფრო მაღალი ტემპერატურები ქონდა დღესაც კი როდესაც გავდრდა უკვე გადმონაცვლება დაიწყო გრილი და ნოტიო ჰაერის მასების მაინც მაღალი ტემპერატურაა ნოემბრის 2 რიცხვია უკვე და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა იმ ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ფონზე რომელიც უკვე გავრცელდა კიდევ ერთხელ ვიმეორებ მაინც მაღალი ტემპერატურაა რასაც ადგილობრივად ხელს უწყობს ასევე ის მაღალი ტემპერატურული ფონი რომელიც ქონდა უკვე გასულ დღეებში და კიდევ გაგრძელდება ასეთი დღეები არის გამოიდარებს დღეს უკვე გამოიდარა დღის საათებში აღარ წვიმს ღამით ისევ გაწვიმდება მოკლევად იმ პროგნოზს თუ გადავხედავთ და დღისით ხვალ ისევ ამინდი იქნება შემდეგ უკვე 4 ნოემბერს უნალექო დღე გვექნება 5-ში დღის მეორე ნახევრიდან გაავდრდება 6-ში საკმაოდ წვიმიანი ამინდი გველოდება ძლიერი დასავლეთის ქარი იქნება ზღვაზეც მოსალოდნელია შტორმი და ასე რომ ვთქვათ ნელა-ნელა ვიგრძნობთ მოახლოებას რატო არ ვარ გადამხრენი ფრინველი ზამთრის მოახლოებას თუმცა ჯერჯერობით ზამთრის ასე რომ ვთქვათ ქარი ცივი ქარი უკვე დაუბერავს 6 ნოემბერს და ნაწილობრივ ვიტყვით რომ აი უკვე სრულდება შემოდგომა თუმცა ეს არ იქნება შემოდგომის დასასრული ვინაიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზით როგორი ნოემბერი გვექნება მოკლედ დასავლეთ საქართველოში ასეთ რომ ვთქვათ პირველი დეკადა ნოემბრის იქნება შედარებით არასტაბილური და ტემპერატურული ფონითაც ცივი, თუმცა მეორე და მესამე დეკადა გამოასწორებს ამ ყველაფერს და საერთოდ ჯამში ნოემბრის საშუალო ტემპერატურა 14-15 გრადუსი იქნება, რაც 2 გრადუსით მაღალია საშუალო მრავალწლიურ მონაცემებზე, ანუ ისევ თბილი ტენდენციისკენ ვიხრებით და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე და კოლხეთის დაბლობზე ცალკეულ დღეებში კვლავ მიაღწევს 25-27 გრადუსს და როდესაც გამოიდარებს უკვე და დამყარდება ანტიციკლონური სიტუაცია, რაზეც ჩვენ გქონდა უკვე წინაორშობაც საუბარი, ეს ყველაფერი გამოიწვევს ღამით ტემპერატურის კლებას და ცალკეულ დღეებში დაიკლებს კიდე 7 გრადუსამდე, 5 გრადუსამდე, მაგრამ ეს იქნება ღამის საათებში და დღისით უკვე მზის ხარისზე ტემპერატურა 25-27 გრადუსამდე მაინც მოიმატებს, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც მზის ხარისზე საკმაოდ დათბება დრო და დრო 24 გრადუსამდე და აღმოსავლეთშიც და დედაქალაქშიც ტემპერატურა 2 გრადუსით მაღალი იქნება საშუალო მრავალწლიურ მონაცემებზე. და რაც შეეხება ნალექს ნორმაზე ნაკლები იქნება ყველგან, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, სანაპირო კურორტებზეც და ნორმასთან ახლოს. მთელი ნოემბრის განმავლობაში. კი, მთელი ნოემბრის შეჯამება შემდეგ, როდესაც შედგება უკვე ნალექის რაოდენობა, პროგნოზით, რომელიც არის მოსალოდნელი, იქნება ნორმაზე ნაკლები და მასთან ახლოს. ნოემბერთან შედარებით ზოგადად 5-7 გრადუსით საშუალო ტემპერატურა კლებულობს უკაცრავად ნოემბერთან არა, ოქტომბერთან შედარებით ნოემბერში და უკვე ცივი დღეები არ უნდა გავიკვირდეს. თუმცა არც ისე ცივ დღეებს ველოდებით, როგორც ეს არის ნოემბრისთვის დამახასიათებელი, ასე რომ წინ კიდევ დამაიმედებელი პროგნოზისთვის და ჯერჯერობით ერთი შეკითხვა ძალიან უცნაური, თუმცა ძალიან მაინტერესებს რა, ყოველთვის მაინტერესებს და მეგონა რომ სულებული შეკითხვა იყო და ალბათ არის კიდეც, მაგრამ მაინც უნდა დავსვა. ანუ პოლიტიკოსები ძირითადად აკეთებენ პროგნოზებს სამომავლო რაღაცა გეგმებს, პროგნოზებს და მერე აკეთებენ იმ განული რაღაცეების შეჯამებას. სინოპტიკოსებში ეგეთ რაღაცა ხდება? პროგნოზების შემდეგ წინა თვის ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, არა მარტო ყოველდღიური, არამედ ყოველთვიურიც დგება და ყოველ დღე, როდესაც პროგნოზი იწერება, მეორე დღით, მეორე სმენის სინოპტიკოსი წერს რამდენად გამართლდა წინა დღის გასული 24 საათის ამინდის პროგნოზი. ცდომილება რამდენია მეცნიერულად გობა? უმეტესად ემთხვევა პროგნოზი, გამართლებადი ოფიციალურ პროგნოზს, ჩვენ ხშირად ინტერნეტის პროგნოზი ხშირად ამბობ კიდეც ამას გვერდება მეტეოროლოგის მიერ დაწერილ
პროგნოზში ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი მონაცემი და 90-95%-ით არის აბსოლუტურად სწორი 48 საათის ამინდის პროგნოზის შემდეგ უკვე პროგნოზი არის ინსპირაცია განსხვავება თვის პროგნოზში თვის პროგნოზი იწერება დეკადურად ანუ თბილი და ცივი ჰაერის მასების გადაადგილების შედეგად და ეს უფრო მეტად გამართლებადია ვინაიდან ანუ კონკრეტული დღის პროგნოზი გაცილებით მეტ სიზუსტეს მოითხოვს და თვის პროგნოზში ესე არ არის და 60-70%-ით არის გამართლებადი თუმცა უმეტესად მართლდება იმიტომ რომ ანუ ციკლონთა ადგილმდებარეობა ცივი და ნოტიო ჰაერის მასების ან პირიქით მშრალი და უნალექო ჰაერის მასების გადმონაცვლება უმეტესად არ იცვლება შეიძლება დღეში მოხდეს აცდენა მაგრამ თვის პროგნოზით მაინც ზუსტი გამოდის და აი ჩვენ გვაქვს ამის ფაქტი სახეზე იგივე სექტემბერშიც ოქტომბერშიც როდესაც ვიყავით თქვენ სტუდიაში ვთქვი რომ ასე და ასე იქნებოდა სექტემბერიც ოქტომბერიც ნორმაზე მაღალი ტემპერატურული ფონით და ზუსტად ასე იყო ზუსტად აჯერ პროგნოზი ინტერნეტ პროგნოზებს ვენდობოდი და იმას მეტეოროლოგები არ წერენ? აჭარის ტელევიზიის Facebook-ზე. ეგ ინტერნეტ პროგნოზი ან კობას აპლიკაცია შექმნა. ჩვენ საიტზე მე პირადად ძალიან ხშირი ურთიერთობა მაგარემოს ეროვნული სააგენტო ძალიან ძლიერ გამოცდილ სინოპტიკოსებთან ყველა იცნობს სვეტლანა ნიორაძე, დოდო გვაზავანი, ნოწვერავას, თამარ პაპაშვილი და მოკლედ ამ ადამიანებთან ერთად შემდეგ მე ზუსტად მათი დაწერილი ნოემბრის პროგნოზი განმოგეცით. არის ის რომ კობა არის პროფესიით მეტეოროლოგი. კი, ჩემი პირველი პროფესია ეს არის და აი მოკლედ გავცემ პასუხს დიად ადამიანს. კი, რა თქმა უნდა, მოკლედ ინტერნეტის პროგნოზი ეს არის გამოცდილი მეტეოროლოგიის განდამოუკიდებლად დაწერილი პროგნოზი. იგივე მომდენო 3 წლის განმავლობაში ძალიან ხშირად iPhone-ი იგივე წერს რომ იყო მოსალოდნელი თოვლი, მაგრამ არ იყო და მხოლოდ ერთხელ იყო და ეს რატომ? პროგრამა მიწის პირა ტემპერატურა და ბევრი ფაქტორია რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული შეიძლება 4 გრადუსზე თოვდეს და შეიძლება 0 გრადუსზე წვიმდეს აქ მთელი რიგი ფაქტორებია და ერთხელ გადაცემაში ამ ყველაფერზეც ვისაუბრებთ ნოემბრისთვის გრაფიკულ მონაცემებს ნახავთ ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ეთერში და შემდეგ უკვე იმ კადრებს რაც გველოდება დიად და ტკბილ ნოემბერში მომავალში დიდი მადლობა მადლობა თქვენ ნოემბრისთვის გრაფიკული მონაცემები, როგორ არის ადგილმდებარეობა ციკლონების, ანტიციკლონების, ქარების მიმართულების, ცივი და თბილი პერიოდის და შემდეგ უკვე ნოემბრის ტკბილი დღეების პეიზაჟებსაც ვიხილავთ დიადი კადრით და ფონით. ხო პროდიუსერს თან პარალელურად მოკეთ მოვყვები და გავუშვათ კადრები გუშინ ერთი ძალიან საინტერესო პერფორმანსი ჩატარდა მე დაბაშიძის ქუჩის ერთ მონაკვეთში ნახოთ კადრები ეს არის პერფორმანსი მეხსიერება და მამა ზაირა ნადირაშვილი და ირაკლი ძნელაძე არიან ავტორები აი ამ წარმოდგენის დეტალებზე ჩვენ ვისაუბრებთ პირდაპირ ეთერში. პრინციპში შეგვიძლია რომ თვალი ვადევნოთ ამ მაყურებელმაც უკეთ აღიქვეს. გამარჯობა. მოგესალმებით ირაკლი, მოგესალმებით ზაირა. პირველ რიგში
ალბათ აუცილებლად უნდა დავსვათ კითხვა პანდემიური პერიოდის შემდეგ არის პირველი გამოჩენა თქვენი ალბათ როგორც არტისტული თუ პანდემიის პერიოდში ისე ჩატარდა ეს ღონისძიება, რომ აი ძალიან აქტივობა არ იყო ხალხის მხრიდან და იდეაც არ ყოფილა მაგაში, რომ აქტივობა ყოფილა. სივრცეში რატომ ვიყავით? არც დახურულ სივრცეში არ ვიყავით, ეს არის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში იყო გამოფენის, ესე ვთქვათ, პირველი ნაწილი, საიდაც სივრცე როდესაც ღია ნებისმიერ სურვილს შეეძლო გამოსვლა ნახვა თავისი წესებით დაცვით ყველანაირად რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად ესეთი აქტივობა და მთელი ამ ივენთის შეკრა მოხდა მემედაბაშიძის 20 ნომერში. აქვს კადრები, თუ გვაქვს გავუშვათ. ატლანტების სახლის შენობის ეზოში და შენობაზე, ესე ვთქვათ. ეს არის Connecting Georgia's პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 ქვეყნის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე არტისტებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, ფოტოგრაფებს, ხელოვანებს, რომლებსაც, ესე ვთქვათ, მემკვიდრეობის урბანული დაგეგმარებაში როგორ შეიძლება რომ იყოს ეს არტისტები ჩართული, რა შეუძლიათ რომ შეცვალონ, აი რაღაცა შეიძლება არსებობს, როგორ შეიძლება მისი განახლება ან იმ არსებულის რაღაცა სიახლის შეტანა. მე მაგალითად 2019 წელს ამ პროექტის ფარგლებში ვიყავი პოლონეთში, სადაც ძველი გემჩენებლის ქარხანა დღემდე ფუნქციონირებს და ამ გემჩენებლის ქარხანაში სხვადასხვა არტისტები რაღაცა ივენთებს და ესე ვთქვათ ინსტალაციებს აკეთებდნენ. ზოგმა ძველი ფოტოები აღადგინა, ის ვიზუალი რაც იყო, ზუსტად იგივე აღუდგინა, იქ ყვავილი ერგო ვიღაცამ დაურგო, რაღაცა შეუღება მხატვარმა, იქ სტრიტ არტელმა მოხატა ერთ-ერთი კონტეინერი. აი ხედავთ ჩვენ ახლა ეს არის ერთ-ერთი ზუსტად იმ ნაწილის რასაც ჩვენ უკვე ისაუბრეთ. თემატიკა რამე განსაზღვრული იყო თუ თემატიკა არის ეს მეხსიერება, წყლის მეხსიერება, memory of waters ესე ქვია და თითოეული არტისტი მეცნიერები საუბრობენ მაგაზე, რომ წყალს აქვს მეხსიერება. დიახ, აი ზუსტად ჩემი პროექტიც, ანუ ჩემი ინსტალაცია მე დავდგის სარკე ამ საბაევის სახლის ნიშა იყო, არაფერი ხელი არ შემიცვია, ამ ნიშაში უბრალოდ ჩავსვი სარკე და ძველებური ესეთი ონკანი დავამაგრე და გავაკეთე ფუნქციონირებადი წყალი, ნებისმიერ სურვილს თუ გამლელს შეიძლება წყლის დალევა, ხელის დაბანა, ყველაფერი. და იდეაც გამომდინარეობს ამ პროექტიდან რაღაც მეხსიერება იყო, წყლის მეხსიერება, ეს იდეაც და აზრიც არსებობს, რომ ეს წყალი რაც კი არსებობს დედამიწაზე უცვლელია და ტრიალებს და მარადილ ბრუნვაშია და მას გააჩნია ის ინფორმაცია, რაც კი ოდიდობანვე არსებობს კაცობრიობაში, შეიძლება ითქვას და იდეაც ჩემი აი, ვინ არის აი ამ ნაწილის ავტორი, ზაირას მინდა ვკითხო, აი თქვენი როლი ამ ყველაფერში როგორი იყო და რა შინაარსობრივი დატვირთვა გქონდა აი ამას? მე მოწვეული არტისტი ვარ და კოლაბორაციაში ვიმუშავე ირაკლის ფოტო გამოფენასთან იყო ჩემი პერფორმანსი. ეს ყველაფერი მიუძღვენი მამაჩემს, მამაჩემ მეთევზე იყო 50 წლის განმავლობაში წყალთან იყო კონტაქტში, ბათუმთან, მე ბათუმელი მხატვარი ვარ. გიცნობთ ყველანი. მადლობთ. და ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ბათუმი ძალიან განვითარებადი, ასე ვთქვათ, ლოკაცია არის, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის გაკეთება შეიძლება სამომავლოდ და ასე ვთქვათ, ჩემი ერთ-ერთი ასეთი ფორმა იყო გამოხატვის, იმიტომ რომ თანამედროვე ხელოვნებაში პერფორმანსიც არის საკმაოდ მაღალ, ასე ვთქვათ, დონეზე, მხატვრის თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა და უამრავი საინტერესო რაღაცის გაკეთება შეიძლება არა მხოლოდ ფერწერაში, არამედ შენ უკვე შეგიძლია ეს სხვა ფორმა მიცე ამ ყველაფერს. რა განასხვავებს მაგალითად პერფორმანსს სხვა გამოხატვის გამოსახვის საშუალებებისგან? რაღაც დონეზე დრამატურგია არის და რაღაც მესიჯი არის სხვა ტიპის, ასე ვთქვათ, გამოხატვით. აი, აუდიტორიის უკავშირის თვალსაზრისით გვაქვს თუ არა აქაც განსხვავება, ვთქვათ, დამთვალიერებელი, რომელიც მოდის მუზეუმში ნახატის სანახავად და ასევე აუდიტორია, რომელიც ცოცხლად უყურებს პერფორმანსს. დამთვალიერებელი, რომელიც აღარ მოდის. აღარ მოდის. ხო, აი, მკაფიოდ
მიდის თუ არა ზუსტად გზავნილი აუდიტორიამდე ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში არის დამოკიდებული არტისტის ოსტატობაზე, რამდენად ის შეძლებს ამ ყველაფერს. რა თქვა, ხშირად ყოფილა პერფორმანსზე, ისი არსიც მე მაგალითად არ გამიგია. საერთოდ ეს აბსტრაგირებული ფორმა არის და ამას არ აქვს ეს ერთ-ერთი კონკრეტული რაღაც, ანუ ანალოგიურად შემიძლია ფერწერაზე თქვა, ანუ ის შინაარსი, რომელიც ასე ვთქვათ, გამოხატა არტისტმა და ჩასახა თავის ნამუშევარში გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენ ინტერპრეტაცია მისცე ამ ყველაფერს და აი ემოციური კავშირი დაამყარო და შენი მერე რაციონალი, ასე ვთქვათ, რაციონალიზაცია გაუკეთო ამ ყველაფერს. პერფორმანსის არსი ალბათ არის ის, რომ პოპულისტური უნდა იყოს ყველა ვარიანტი, რომ ადამიანებმა გაიგოს, ხო, პერფორმანსსაც, ამიტომ საერთოდ ყველაფერს აქვს პოპულისტური დატვირთვა, რადგან ხატვარი იქნება უკვე აბსურდული, რომ კონტაქტზე მაყურებელთან გამოვა რაღაცა აი აქვე თემას რომ არ ავწდეთ, აი ეს თემა რო არ დაიკარგოს, აი მის გაგრძელების ნიშნად ირაკლი. ფოტოგრაფია არის შენთვის ძირითადად გამოსახვის მთავარი ხერხი და საშუალება, აი რატომ პერფორმანსი ამ ეტაპზე? ამ პერფორმანსით, ესე ვთქვათ, ჩვენ ეს პროექტი გავაერთიანეთ ერთმანეთში, იმიტომ რომ თვითონ გამოფენაც, ეზოში ფოტოებიც გემჩენებელზე მქონდა მე რაღაც პოლონეთში შევეხე გემჩენებლის თემას და იქ არტისტები გემჩენებლის ქარხანაში იყო დატვირთული, მე დავინტერესდი იმ ხალხით, ვინც მუშაობდა ჩვენთან და 30-იანი წლებიდან არსებობდა ბათუმში გემჩენებელი 2008 წლამდე გავიცანი ეს ხალხი ყოფილი დირექტორი იქ ოსტატები ეს არის ქალაქის მეხსიერება ქალაქის მეხსიერება კი ცალკე კიდე გამოფენილი იყო ფოტოები იმ ხალხის ვინც ამ ეზოში ცხოვრობდა ისტორიები ვინც ეხლაც მართლა იქ მაყალა დეიდა და შუშანა ბებუა დღემდე იქ ცხოვრობენ ამ ეზოში პირველ სართულზე მათი ფოტოები მქონდა 2005-2007 წლებში გადაღებული იქ ბატონი უკვე სამწუხაროდ ცოცხალი არ არის ვიღაცა მეზობელი იყო ეს ესე ვთქვათ მეხსიერების ის ფოტოები და კადრები მქონდა კიდე სადაც ადრე იყო გემჩენებლის ტერიტორია ეს ანბანის კოშკთან და კიდე ახალ ბულვარის ტერიტორიაზე არსებობდა ეს კადრები იყო და ზაირას პერფორმანსით ესე ვთქვათ გაერთიანებული იყო მთელი ჩვენი ეს კოლაბორაცია რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ჟანრს მხატვრობას ფოტოგრაფიას გემჩენებელს ამ საბაევის სახლს რომელიც თავიდან ორსართულიანი იყო და დაგეგმით მერე სამიანი გახდა შეიცვალა ამ ეზოს და ეს სარკე და წყალი როგორც წყალზე მინდა აქცენტი გავაკეთო იმიტომ მოშვებული წყალი რაღაც მხრივ მაინც იმახსოვრებს ამ ინფორმაციას და ადამიანი რომელიც იმ სარკეთან ფოტოს გადაიღებს თუ დაინახავს თუ მოუშვებს ონკანს ის წყალი მის იმ წუთას დანახულ მომენტს მე ვფიქრობ დაიმახსოვრებს და გაუშვებს მარადილ ბრუნვაში და ეს არის იდეა რომ არა როგორც ფოტო გადავიღო და დავტო, არამედ ის κაცი იმ ინსტალაციასთან, როდესაც მოვა და მოუშვებს. მისთვის ტურისტული ღირსშესანიშნაობის ფუნქცია შეიძლება შეიძინოს, პატარა აბრა იქნება. ინტერაქტიული არის და ალბათ საინტერესო იქნება და დიდხანს იცხოვრებს. სიზმრებსაც მოუყვებიან ალბათ მაგალს. ნელი, რაღაც უნდა გეკითხა. მადლობა. ზაირა შენ საუბრობდი იმაზე, რას მისცემს ინსტალაცია დამთვალიერებელს. რა მოგცა შენ როგორც არტისტ, რას გაძლევს ეს ფორმის თავისუფლება? კონკრეტულად ამ შემთხვევაში მამასთან მიმართებით. დიდი მადლობა, შესანიშნავი კითხვა არის. ყოველივე ჩემი, ასე ვთქვათ, ექსიბიცია და გამოსვლა და გამოფენა არის ჩემთვის ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი, როგორც პიროვნული ასე ვთქვათ თვალსაზრისით ანალოგიურად ის შიდა პროცესები რომელიც მე როგორც მხატვარი ვაკვირდები რა ხდება როდესაც მე ასე ვთქვათ პერფორმანსს ვანხორციელებ ეს ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება რომელსაც მე ასე ვთქვათ ვიღებ ჩემთვის და ესეც უკვე ერთ-ერთი ასე ვთქვათ საინსპირაციო და საინტერესო დასაფიქრებელი მასალა არის სამომავლო გამოფენისთვის მამასთან მიმართებით რა პროცესი გაიარე? მამასთან მიმართებით არის ის, რომ წყალი ჩემთვის ასოცირდება ზღვასთან, ბათუმი, ზღვა არის მამა ჩემი. და აი ეს მესიჯი, რომელიც მე მინდოდა ამ ჩემი გამოფენით, ასე ვთქვათ, მის ასე ვთქვათ, ეგზისტენციალურ ნაწილში გამეგზავნა, მე ვფიქრობ, რომ შევძელი და გავუგზავნე. კარგი, ანუ ეს იცი შენ და იცის მამამ.
დიახ. მადლობა. ირაკლი, ვიხილავთ თუ არა ამ პროექტის გაგრძელება სამომავლოდ ქალაქის სხვა უბნებს და ბატონო, ჩვენს გარდა ამ პროექტში ჩართულია კიდე რამოდენიმე ბათუმელი არტისტი და დეკემბრის ბოლომდე მათ პროექტებსაც ვიხილავთ. ასევე აჭარის ტელევიზიის მხარდაჭერით ამიკო ქავთარაძის ფილმიც იყო ნაჩვენები ემეთევზე ოსტატზე მირიან უმარაშვილზე ეს ერთადერთია მგონი რომელიც ნავებს ხელით აკეთებს და ეს თევზაობა ზაირას მამის ისტორია ეს ყველაფერი წყალთან და მეხსიერებასთან რაც იყო გუშინ იყო ერთი დღით ესე ვთქვათ გახსენებული და სარკე და ონკანი წყლით რჩება და დარჩება ალბათ კიდე და მინდა აღნიშნო რომ ბათუმში ძალიან ნიჭიერი და ძალიან პერსპექტიული არტისტები არიან აი თუნდაც ამიკო სახით მე ამიკო ძალიან მომწონს როგორც ხელოვანი ამ სარკის კიდე ერთ-ერთი ნიშა იქნება, ნიჟარა მზადდება, ბათუმელი სკულპტორი ბექა ტაბაღუა ამზადებს ხელით და სპეციალურად ამ სარკისთვის კიდე რაღაცა ისეთი პატარა კუთხე იქნება, რომელიც მე ვფიქრობ ესთეტიურად ჩაჯდა და თან რაღაც ამ პროცესში თუ დაგემატათ თქვა არტისტები ან მსურველები თუ იყვნენ, ვინც გამოთქვა სურვილი აი ბექა საერთოდ არ მყოლია, არ მიფიქრია მაგაზე, რომ ბექა რაღაცა ნიჟარა შექმნიდა და ესე სპონტანურად მოვიდა, მოდი ეს მოუხდება და კაი, ზუსტი მისამართი რა უთხრეთ? მე დაბაშიძის 20 ნომერი, ეგრეთ წოდებული ატლანტების სახლის შენობა. და თითების თეატრთან სადღაც შუაში. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ირაკლი ანალოგიურად გამოფენა არის აი თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. ზაირა ნედირაშვილი, ირაკლი ძნელაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები, გემშვიდობებით ხვალამდე. დღეს ქართული არჩევნები მიმოვიხილეთ, ხო, ხვალ ამერიკაში დარდება ასევე. პოსტსაარჩევნო სინდრომი. საპრეზიდენტო არჩევნები. გემშვიდობებით ხვალამდე 13 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. ბედნიერად.